Ცხოვრეს ჩვენ ვითაც სასახიერას დაკაც მოყვარენ საოცარ დღეები გავიან ახალი პატრიარქი მოს ღმერთმა დღეგრძელობა მიმაგნოს ბედნიერად იყოს და ბედნიერად იყოს საქართველო საოცარ დღეები გავიან საოცარი 60 ჩემო ძვირფასი აი როგორი ვიცი 60-ში გვაქვს სწავლება რომ არის ადგილები სადაც საოცარი გალობა ისმის არის ადგილები სადაც საოცარი ბაღებია არის საოცარი ადგილები სადაც აი თომა მოციქულის მიერ მეფეს რო აუშენა იმ ქვეყნად ღმერთმა სახლი სასახლე ადგილსამყოფელი საოცრება რასაც ვკითხულობ ჩვენ როგორც იქიდან დაბრუნებული ზოგიერთი წმინდანი გვეუბნება ცამდე ამაღლებული პავლე გვეუბნება და ასე შემდეგ აი რაღაც ასეთი 60 ადგილები გამოიარა ამ დღეებში პირველი იყო სამებაში სადაც არჩეული იქნა ახალი პატრიარქი შიო საოცრება იყო ჩემო ძვირფასებო არ შემიძლია ეს არ ვთქვა მართალი გითხრა ძალიან მეუბნები იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ერთ-ერთი მე ვიყავი პირველი ვინც გამოვიდა მანამდე და პირდაპირ თქვი რომ მეუფეშიო ვაქე და სანაპატრიარქი გახდებოდა და თქვი რომ ეს უნდა იყოს ღირსეული ეს ადამიანი და ეს უნდა იყოს პატრიარქი და ასე შემდეგ ზოგმა შენიშვნაც მომცა რატო თქვიო სხვა რო გახდეს პატრიარქი როგორ შეიძლება ეს რას ვიზა მომავალში არ ვიცი მაგრამ ორმაგი სტანდარტი არ ჩვევი არასოდეს იცით თქვენ ძველმამრებმა განსაკუთრებით იმ პუჩის დროს და იმის დროს პირდაპირ ლანძღავდი პუჩისტებს იქიდან ავტომატის სროლა იყო და აქეთ სულ 200 მეტრაში ვიდექი ტაძარიდან ლანძღავდი მიწასთან ვასწორებდი და მითქვია მერჯერ რა როგორ შეიძლება ეგეთი რა ყოველთვის უნდა ჭეშმარიტების ხარისხზე დავდე და მე ვიყავი ის ერთ-ერთი პირველი რა ვთქვი სხვებისგან არც მომისმენია ალბათ სხვებიც იყვნენ რომელმაც პირდაპირ დავასახელე და ვთქვი რომ პატრიარქი უნდა გახდეს შიო და დავამტკიცე რატო დავასაბუთე რატო იმიტომ რომ ინსტიტუტი მოსახლეობის ჩემო ძვირფასი იმისთვის არსებობდა რომ შემდგომ ან პატრიარქი ან ეპისკოპოსი ან დიდ მონასტრებში რო აირჩევდნენ მოსახლეებს ის უნდა ყოფილიყო შემდგომ წინამძღვრად თუ ესე არ მოხდებოდა ეს რაღაც ეშმაკეულ საქმე ეშმაკეულობადი მიიჩნევა ასე იყო ანტონ დიდი მოსახლე დაასახელა და შემდგომ ის გახდა მთელი ეგვიპტის წინამძღვარი ასე იყო პახონ დიდი მოსახლე დაასახელა და იგი გახდა შემდგომ ასე იყო როდესაც კონსტანტინოპოლის პირველმა პატრიარქმა ესე იგი მიტროფანე დაასახელა რომ ჩემს შემდეგ იქნება ალექსანდრე იმის მერე იქნება პავლე პირდაპირ დაასახელა ხოლო ალექსანდრიაში იქნება ესე იგი იქ ალექსანდრის პატრიარქმა ალექსანდრემ მოსახლედ დაასახელა ათანასე და შემდგომ ის გახდა პატრიარქი ასევე მე გადავხდები ეს მეოთხე საუკუნე მე-9 საუკუნეში კიდე გავიმეორებ რომ ტარასი პატრიარქმა კონსტანტინე დაასახელა
ნიკიფორე და შემდგომ ის გახდა პატრიარქი და ასე შემდეგ იყო ყოველთვის. ამიტომ მე ვთქვი, რომ იმიტომ რომ დავინახე რა ბრძოლა დაიწყო, ერთი ამბავი იყო, ვიღაცა სხვა უნდა პატრიარქი და ასე შემდეგ. ეხლა მე ყველას პატივს ვცემ, მეუფე იობს, მეუფე გრიგორს ყველას სინოდს რა თქმა უნდა. და მაგრამ და ისეც მესმის ეხლა ვიცი სულიერი შვილები იყვნენ იობის, ვიცეს იობს გასაგები ახლა სულიერი შვილს უნდა რომ თავის მამა იყოს სულიერი პატრიარქი რა თქმა უნდა გასაგები. მაგრამ საერთოდ უნდა ავმახეთ და რაღაც პირადულზე უნდა ყოველთვის პირადულს გადავაკეთოთ. ამიტომ მე გამოვედი და ვთქვი, რომ ეს იყო საქმე ქრისტიანული, ნამდვილი და აი ესე უნდა მოხდარიყო. თუ ესე არ მოხდებოდა, მაგრამ მოხდა ეს. თუ ესე არ მოხდებოდა, ძალიან ცუდი იქნებოდა ჩემო ძვირფასო. მაშინ გამოდიოდა, რომ სინოდი პატივს აქცევდა არც ქრისტიანულ წესს და არც პატრიარქის სიყვარულს. მაგრამ რა თქმა უნდა ეს როგორ უნდა დამეჯერებინა. რა თქმა უნდა, მოხდა ისე, რომ ჩვენ ხავს ნამდვილად წმინდა ესე კი არა მარტო სიმბოლურად ვამბობ, ნამდვილად წმინდა სინოდი და მე დავამატებდი ბრწყინვალე სინოდი ჩემო ძვირფასო. დიდი სიხარული იყო, იცით, ხალხი ითვლიდა. უმეტესობა დელეგატების, ვინც ვიჭექი, უმეტესობა ეთყობა შიოს უჭერდა მხარს, იმიტომ რომ ვითვლით, თუ 19 ხმას აიღებდა, მაშინ მეორე ტური დაინიშნება. ხოლო თუ 20 უკვე პატრიარქი იყო შიო. და ჩუმად ყველა ვითვლით. და აი 19-ზე ავედი და დარჩა 5 თუ 6 დასახელება. და უცებ დაასახელეს სხვა, კიდე დაასახელეს სხვა და დააბიდი ესეთი ნერვიულობა ქონდა, რაღაც ავნერვიული შინაგანი, ხო იცით, მაინც და რომ გამოაცხადეს მესამე შიო, ესე იგი მეუფე შიო, ეს ნიშნავდა, რომ იგი პატრიარქია და ისეთი ამბავი ატყდა, რომ მთელი დელეგატები, როგორც ეთქობა, 95% მხარს უჭერდა მეუფე შიოს. ისეთი ოვაციები, აქ-აი გავხედე ზოგიერთ საბრძოლოებას და ბერებს, რომლებიც ტარს არ უკრავდნენ, რაღაცა ერთეულები რა. უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის. მე ვყვიროდი ხმამაღლა. ამ დროს ხო გახდა პატრიარქი. და ამ დროს თურმე ესეთი პროცედურა ყოფილა, რომ ჯერ არ ნიშნავს ყველაფერს. საბოლოოდ თურმე უხუცესი სინოდის წევრი, ამჯერად ანანია ჯაფარიძე მიტროპოლიტი, უხუცესმა წევრმა ბოლოს უნდა უთხრას. თანახმა ხარ თუ არა მეუფე შიო, რომ ხარ არჩეული ხარ და თანახმა ხარ თუ არა, რომ იქნები პატრიარქი. ეხა ესეც ქრისტიანულად რა ძნელია რა, ეხა თქვა თანახმა ვარ, რომ პატრიარქი ვიყო. მეუფე შიო გენიალურად თქვა, მაგრამ რაღაცა პატარა პაუზა გაკეთა და ვაი ვიფიქრე. მე ხო ამან თუ თქვა რა და ესე იგი ხო ეუბნება რომ მეუბნება რომ თანახმა ხარ თუ არა მეუფე შიო რომ იყოთ პატრიარქი საქართველოსიო და პატარა პაუზა თქვა მე თქვი ამან და ის თუ გაიმეორეს ეს ადგილი იქ ერთი კაცი ხვირის განწირული ხმი კი მე დავიწყე რა მე თქვი ხალხს არა და ვიფიქრე რომ მე რომ ვიტყვი კი ეს ამყვება ხალხი რომ კი და ის თუ ფიქრობს ვარა ამის გამო იქნებ თქვას კი იმ ხელაზე ვიხვირე კი მე შემოვხედეს ამას ვინ ეკითხება ხოდა მეუფე ესე თქვა მე ვიღებ მორჩილები ამ საკითხს და თანახმავარ ვიყო საქართველოს პატრიარქია და ავიქი ამბავი ხოდა დიდი სიხარული ეს იყო სამოქაში აი იმიტომ შევადარეს ეს დღეები 60-ის დღე 60-ის რო იქ ადგილებია ხო სავანე მრავალ არისო მაცხვარი ამბობს ღვთის სასუფეველში და ეს იყო სამებაში და მრავალი ადგილია და ეს ერთ-ერთი ადგილი მეორე 60-ისეული ადგილი ისედაც და ასედაც სვეტი ცხოველია ჩემო ძვირფასებო და სამწუხაროდ იმდენად დაღლილი ვიყავ წარმოიდგინე ესეთ იმაში რომ ვერ წავა და ემოციები თუ რა ცუდად ვიყავ იქ ვერ წავიდოდი ვერაფრით და მხოლოდ ტელევიზორში უყურებდია მოკლედ
მეორე ადგილი ეს იყო სვეტი ცხოველი, 64-ის ადგილი, სადაც ჩემო ძვირფასებო პირდაპირ ლოცვა წაიკითხეს და პატრიარქად, ესე იგი, ხელი დაასხეს და ესე იგი დაადგეს გვირგვინი. და ამის შემდეგ მესამე ადგილი 64-ისეული ეს ხო თაცმიდაზე უკვე საზეიმო სუფრა, სადაც მეც დაბატიჟებული ვიყავ, დელეგატები მათ შორის მეც. მაგრამ ეხლა რა ხდება, იმდენად ცუდად რომ გადავწვიდე, რომ ეხლა წირვაზე ვერ წავედი, ეხლა იქ სუფრაზეც ვერ მივდივარ, რა ფიზიკურად ვერ მივდივარ. არ შემიძლია. ებზე ვარ დაბატიჟებული და სადღაც 3 საათზე ჩამეძინა და ამ დროს ხედავ პატრიარქი შიო ძალიან ლამას სამოსში სიზმარში ხედავ. გამიგეთ სიზმარში პატრიარქ შიოს და გამომევლას. და ეგ რა თქმა უნდა გადავწყვიტე რომ ეგრევე წავსულიყავი, რა თქმა უნდა და ჩავიცვი და წავედი. ეხლა ვართ იმ კარგი ლაგულამაზეს რესტორანში, თაცმიდაზე როგორც ვახვალ, ფული კულტურის რესტორანში და მობძანდა პატრიარქი და ჩავეწვივეთ ეხლა მგლები და სიზმრის გაგრძელება, რატო? ჩავეწვივეთ მგლები და მოდის მეუფეში ესე ლოცავს ყველას დაგლოცოს სულ ყველა მოდელსა და რომ მოვიდა ჩემთან შემოვხედა და მama ალექსანდრე, აი ეს რაც მითხრა პატრიარქმა, ეს ხო ჩემ შვილებს, ჩემ მეუღლეს, შვილიშვილებს თქვენს გაგიხარდება ძალიან და გადაცემთ რომ ჩემ მოძღვას აი ესე უთხრა პატრიარქმა. ხო ესე ყველა ჩამოიარა და დამოცა და მე მეუნება. mama ალექსანდრე, ძალიან მიხარია რომ მოხვედი საზეიმო სუფრაზე. აურა, ეს გაიგოს. ეს არის ჩემთვის რეგალია, რომელიც შეუფასებელია. სასწაული არის რა თქმა უნდა არასოდეს არ გამავიცილება მე ეს ამბავი ძალიან დიდ სიხარულში ვიყავით ჩემო ძვირფასი. და აი ესეთი იცით რა არის კიდევ იქ ჩემი ჩემი ბიძა ჩემი მეუფე მიტროპოლიტი დანიელი და მამა ჩემი ალალი დაძმის შვილები არის და მამიდაშვილი ბიძაშვილები და ბიძად მეკუთვნის მეუფე დანიელი და როგორ გამიხარდა რომ ესე ღირსეულად მოიქცა დასაწყისშივე მან მიუთითა ესე იგი რომ პატრიარქობის ღირსი არის შიოდა გახდა კიდევაც ეს ტელევიზიამ გამოიყენა და ტელევიზიით იყო მეუფეს ჩართვა. აი გამხელა ღირსეული, იმიტომ რომ ყველაზე დიდი კონკურენტი იქნებოდა მეუფე დანიელი. ყველაზე დიდი კონკურენტი. არც უბრძოლი, არც ასე თქვა რაღაცა იქით რაღაცებს უთხრა რაღაც არაფერს გავს და ძალიან მიხარია და ვამაყობ მეუფე დანიელი. და იქ თამადად დაინიშნა კიდევაც მეუფე დანიელი იმ საზეიმო სუფრაზე. ჩემო ძვირფასებო, დიდ სიხარულში, ძალიან დიდ სიხარულში. კიდევ ერთი რამ, პატრიარქი შიო, მე ვთქვი რომ არის დედით ბაგრატიო. ეს საიდან ვიცი ახლა? გიორგი გაბაშვილი ბევრს გემახსოვნება, დიდი ღვთისმეტყველი, დიდი ვაჟკაცი კაცი, დიდი თბილისელი ქართველი, სასწაული კაცი იყო გიორგი გაბაშვილი, რომელიც ნათესავია მეუფე შიოს. ნუ გარდაიცვალა გიორგი. მეუფე შიოს ნათესავია და იქიდან ვიცი ის იმან მითხრა მე და ეს ტვილი როგორ იქნებოდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რო გამოვედი მაინც სიტყვა რომ უნდა მეთქვა, ხელოვნურ ინტელექტსაც ვკითხე მაინც. ხო არაფერი ვერ შეიძლება მეუფე შიო დედა არის თუ არა, მაგრამ და მიპასუხა კი ნამდვილად არისო, მაგრამ იგი ჩამოხაზა კიდევაც, ხო იცი, როგორც იცის ხოლმე ყველაფერი. და ამის შემდეგ ვიღაცებმა ამით ეხეს ტყილს ამბობს, mama ალექსანდრე ქურდიანია მისი და ტყვილი თქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩარგიპიც კითხეთ მეთქი მე უთხარ ჩარგიპიც და ის გაგცემ პასუხს ხოჯერა მაგის ხოჯერა ხოდა ესე იგი ჯერტია აქედან მიცოდი და
მეორეც ახლა ქურდიანი ბაგრატიონები არიან, მაგალითად პატრიარქი ილია იყო გუდუშაური. და მე თქვა რომ პატრიარქი გუდუშაურია თვილს ვეთყოდი, მაგრამ ვიღაცას ვეთქვა არა გუდუშაური შიოლაშვილია და ეს ფილოსოფია. მოკლედ რაღაცა ესეც კი შეშურდათ რომ პატრიარქს დედა ჰყავს ბაგრატიონს. მე კიდე ამას რატო ვამბობ ჩემი ძვირფასებო? მე ჩემი განთულება, ჩემი ისა მაქვს, აი მე ძალიან ხშირად მithვი ეს რომ გრიგოლ ხანძთელის წინასწარმეტყველება ჩემო ძვირფასებო, როცა აშოტ ყურაპალაც აკურთხებს შენი და შენი შთამომავლებიო, მათ შორის შიო, პატრიარქი ჩვენი, იჯდებიან სამეფო ტახტზე და ეს სამეფო ტახტი უკუნითი უკუნისამდე საქართველოში. ესეც იყო ამის ეს წინასწარმეტყველებაც აღსრულდა, ამიტომ ეს ყველაფერი მოხდა და ჩემო ძვირფასებო, აი ესე დიდ სიხარულში ვარ და მე ხო კიდე ერთი რაღაც საშინელი სურათი დადეს ჩემი რაღაც ესე კი ვიცი თვალების ბრიალის ჩვევა რაღაც ესე ხანდახან თვალებს და ეთქვა რაღაც მომენტში დამიჭირა და ვიღაცა ბოროტმა სულმა ერთმა უშვებს რა მაგრამ მე მგონია რომ მარტო ეს არ არის რაღაცა გააკეთა რაღაც კიდე დაამატა და რო დავინახე გულში რაღაც ამის ეს ბოროტის სული ღმერთმა აპატიოს მაგრამ ესეთი რა უნდა გაუკეთო ადამიანს რა ბოროტი უნდა იყოს წარმოიდგინე რა ბოროტი ადამიანი უნდა იყოს და მაგათ საწინააღმდეგო ვიცი ახლა ყველა მისმენენ ისინი მაგათ საწინააღმდეგო ერთ რამეს ახლა ჩემს სასარგებლოდ ვიტყვი ხალხო კაისა თქვენ იცით ბევრი მე ვარ თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის მანანა მახარაძის შვილი ჩემო ძვირფასო მე განახებ ჩემს რონდელმა როდესაც გამოაცხადა 18 წლის გოგოები თბილისში ჭირდებოდა ეს კინოსტუდიისთვის კონკურსი გამოაცხადა დედაჩემმა გაიმარჯვა და იყო თბილისის 18 წლის როცა იყო ყველაზე ულამაზესი გოგო აი მის შვილი ვარ და ასე ჩემ დავახიჯება ერაფერს ვერ ისა მაგი ჩემო ძვირფასო მე განახებ დედაჩემის მრავალ სურათს რომელიც რონდელმა გადააღებინა კარგი ეხა ისე ვიყვეთეთ საინტერესო ამბავს და ამით დავასრულოთ ჩემო ძვირფასო ესე იგი ასეთ დიდ სიხარულშია და ვართ და მე მგონი ესეთი მოვლენა რაც ჩვენ ნახეთ პატრიარქის არჩევა რა გითხრა ალბათ ტოლფასია საქართველოს თავისუფლების გამოცხადების სვიად გამსახურდია რომ გამოაცხადა თუმცა ჩვენ ყოველთვის ვიყავით რესპუბლიკა ყოველთვის ვიყავით მაინც ქართველობა ყოველთვის ვიყავით ქართველები და თავის გამორჩეულობით და ასე შემდეგ ასე დიდი სიხარული რა ვიცი ვერ ვხვდები მე მე-20 საუკუნეში ალბათ გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რო იყო დიდი გამარჯვება აი რაღაც ასე დონის სასიხარულო ამბავს მოვესწარეთ ჩემი ძვირფასო რაღაც სასწაული და გამახსენდა ერთი რამ ეს აღარ დავასრულე რომ ერთხელ აი გაბაშვილზე რომ ამბობ მე უფეშიო მაშინ ვდელი და სადღაც სუფრაზე ვიყავით გაბაშვილიც იყო ვდლებიც იყვნენ და მაშინ ვდელი შიო და ესე იგი ვდლების სამგზელოა და ვიღაცას უნდა ეთქვა აი როგორც მე უფეშიო რომ დამიძახა გახსოვთ მე რო თქვი მოგდოლების სამგზელო და მე გამომარჩია და შენ მოდიო და შენ თქვიო სამადლობელიც და ამგზელებიო იქ მოხდა ესეთი რამ მე გამახსენდა რომ იქ ვზივარ და მოგდოლების სამგზელო და მე მამაშიოს ვეუნებ მამაშიო ეხლა უკვე პატრიარქი მაშინა მამაშიო შენ თქვი რა სამადლობელს სამგზელობით გამიგე იმაში ესე იგი მე უთხარი მას და მე თქვა მან იმ სუფრაზე სამადლობელო მოდლების ნაცვლად ყველას ნაცვლად სამადლობელო რა ვიცი ახლა მე გენდი რამის დავამატებ და ამით დავასრულე ჩემი ძვირფასებო რომ განდიდებული იქნება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი
უბიწო ადამიანი, რომელსაც ნამდვილად რელიგიური ცხოვრება უნდა. რატომ გამოიჩე იცით პატრიარქმა მეუფეშიო? პატრიარქს უთქვამს, რომ მეუფეშიო, მე გამოიჩე იმიტომ, რა თქმა უნდა, ამით არავის შეურაცხყოფა არ მიაყენა. ჩვენ როგორც გითხარით, წმინდა და ბრწყინვალე სინოდი და ეპისკოპოსები გვყავს, მაგრამ გამოვარჩი, იმიტომ რომ ბავშვური უბიწოების სულის ადამიანი. გამიგეთ. ესეთი იყო, მეც რაც ვიცნობდი, მეუფეშიო ესეთი იყო. ეთყობა კიდევ სახელი რა. და კიდევ სად ეთყობა, იცი? ღმერთო, რამდენი ლიტრი ამიც ეხა ამას ესე ვიტყვი თუ არა, უბრალოდ. რო დაიჩოქა, გახსოვთ, როცა უკვე აკურთხებდნენ პატრიარქად და გვირგვინ უნდა დაეწყო, როგორი მერტო, როგორი ბავშვი იყო, როგორი იყო, სასწაული იყო და რაღაცა წამალიც კი ჩაიგდო, ნევროლოგები, რაღაცა ჩაიგდო და დააღეჭა რაღაცა და ისა ხო და ესე გამოარჩია და ახამახლა ღმერთმა მეუფეშიო. ესეა ქრისტიანობა. როდესაც ჩემო ძვირფასებო გაქვს ჭეშმარიტი სარწმუნება და არ მრუშო, არ ცუდს არ აკეთებ და ქრისტიანულად ცხოვრობ, აი როგორ აღამაღლებს ღმერთი, აი მაგალითად და როგორ არის პავლე მოციქული, როგორ გვეხმიანება, როგორ უხარია პავლე მოციქულს, როგორ გვაქებს, მარტო იმად კი არქებს, წმინდა მამების სწავლები პავლე როდესაც აქებს ვინმეს, ეს ნიშნავს, რომ მართლმორწმუნეს დღესაც აქებს. გამიგეთ? აი მაგალითად, როგორ განადგურდა ღმერთმა მამა რაფაელ კარელინი, ჩემო ძვირფასებო, რომლის ფანტასტიკური ქადაგებები იცით თქვენ, თარგმნილია რუსულად წესის რუსულენია, ბულგარულად, სერბულად, ფრანგულად ითარგმნა და ქართულად და ბერძნულად. და მამა რაფაელი მეხუთე გამოცემებია უკვე 7 ტომის, ანუ თითოეული ტომი მე-7 თითოეული ტომი მეხუთე გამოცემა, ესე იგი თითოეული ტომის 30,000-იანი ტირაჟები. კრება. გამიგეთ დახლებით. ბრძენი თუ აი ბრძენი ვინმე გინახია ბრძენი. ვინმე წარმოგიდგენია თქვენს ნაცნობაში ბრძენი, მე არავინ მამა რაფაელს. მამა ბასილ ანთაძე. შეხედეთ მის მონასტრებს, ჩემო ძვირფასებო, ვინც ყოფილა, როგორ უღრა ტყეში, როგორ მიუვალ ადგილზე. ააშენა აი ზუსტად არანაკლებ არაფრით რო არ ჩამოვარდება ათონურ მონასტრებს, ჩემო ძვირფასებო. სასწაული. მამა დავით ისაკაძეზე აღარ გავჩერდები რა ამბავი იყო, როცა მე დავამტკიცე უბრალოდ რომ ნომერი პირველი მფელია, ხო გახსოვდა? იმ ქმედებისთვის მამა დავითს მიტრი დააჯილდოვა პატრიარქად. მამა ბესარიონი მენამდე არქიტექტორია იცით და ჩატარდა მის მიერ გაკეთებული, ესე იგი პროექტი აშენდა რუსთავში, ერთი ტაძარი, რომელიც მარტო-მარტივაიდები უკვე რა, სოფლიო არქიტექტურა ტაძრების საუკეთესო ნიმუშად აღიარეს და მიანიჭეს მამა ბესარიონს, სადღაც ევროპაში მოხდა ეს ყველაზე საუკეთესო ტაძრის, ესე იგი ხუროთ მოძღვრება ყველაზე სოფლიოში ყველაზე საუკეთესო თანამედროვე ტაძრის. ეს ტაძარი ნანახი გექნება რუსთავში. მე მგონი სტამბოლის ბაზართან ახლოს, მე მგონი. ძალიან ბევრი ჩუქურთმები აქვს ისა იმაში ზემოთ გუმბათს გარეთ. ჩემო ძვირფასებო, მე თქვენ გასაჯეთ როგორ დამაჯილდოვა ღმერთმა. აგერ მოვდიოდი ერთხელ ადამიანი ქვიათ, რომ ეს სხვა შემთხვევა კიდე. აი აქ მოვდივარ, დიდი სახლი რო არის, 8 სართულიანი და იქიდან ვიღაცა მიყვირის ბოლო თუ მე-7 თუ მე-6 სართულიდან საბურთალოს მეფეს გაუმარჯოსო. ერთო ერთხელ მოვდივარ. აი ღმერთი როგორ აჯილდოებს და როგორ ნახეთ თქვენი ცხოვრება
როგორ გაჯილდოებ მართლ მორწმუნეებს, ნამდვილ, აი პავლეს მსგავს მობაძავ ჩემ დაიყავითო და როდესაც ჩემო ძვირფასებო ჩვენ ბაძავთ პავლეს თავის ჩვენი თავდადებით როგორც პავლეთა მაშინ ღმერთი გვაკურთხებს და საოცრებები ხდება ჩვენს ცხოვრებაში. როგორ ეფერება პავლე მოციქული მრევლს მაგალითად რომელთა მიმართ ეპისტოლეში და ეს ნიშნავს რომ ჩვენც ვეფერებთ. მოწმეთ მყავს ღმერთი პავლე მოციქული ამბობს რომ გამუდმებით გიგონებთ თქვენ. ეს ჩვენზეც ჩვენ პავლე მოციქული გვიგონებს იმად ვინც კვირას ყოველთვის დადის წირვაზე და ესწრება. კორინთელთა პირველში ამბობს მარადის მადლობ ღმერთს თქვენთვის. ეფესელთაში ამბობს დიდება ეკლესიაში ქრისტეს მიერ ყოველი თაობის მიმართ. ამას უკვე ნამდვილად ყოველი თაობის. ფილიპელთაში მადლი და მშვიდობა ღვთისა თქვენ და მადლობ ღმერთს თქვენი გახსენებისას ყოველი თქვენ განისათვის სიხარული აღვავლენ ვედრებას გესმით. პავლეს უხარია, აი ჩვენ რომ მოვდივართ, უხარია და აღვავლეთ ლოცვას. კოლასელთაში მარადის ლოცულობ თქვენთვის, რათა იარებოდეთ თქვენ ღირსად ყოველ მხრივ მისდა საამებლათო. ესე იგი ჩვენ ვართ დავდივართ, ღმერთს იამება ეს გესმით თქვენ. ჩემო ძვირფასებო. და ბოლოს ესე იგი ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში მრევლს მიმართავს, ანუ ჩვენზე უნდა ვიგულისხმოთ, მოგმართავს პავლე. საყვარელნო, სასურველნო, სიხარულნო ჩემნო, გვირგვინო, სიხარულნო, გვირგვინო ჩემ. გამიგე. ასე რომ მრევლი არის გვირგვინი. მოძღვრის მრევლი არის გვირგვინი პატრიარქის და მართლმორწმუნე მრევლი, როგორც აი პავლე ამას ადასტურებს, მართლმორწმუნე მრევლი არის გვირგვინი და სიხარული პატრიარქის. ამიტომ მე წარმომიდგენია, როგორც პავლე ხარობს, რა სიხარულში იყო მაშინ უკვე არჩეული პატრიარქი, ესე იგი შიო, როდესაც 2000 დელეგატი მიესალმა გულმხურვალეთაში შეძახილებით, ოვაციებით, რა დიდი სიხარული იყო, იმიტომ რომ ნამდვილად მრევლი არის გვირგვინი მოძღვრისა. ქრისტიანს ესე იგი ხუთშაბათს არის ამართლება. შაბათს არასკეთ მიყოლოდო წირვები დამდა. ხვალ მე ვატარებ წირვას, იგე რა გამოაცხადე. ხო, ეხლა ვინც მიდის შეიძლება მოასწროთ თავის